ამ ბოლოს ჩემს კომენტარებში ნახავთ, რომ ხშირად რაღაც შეცდომები იპარება და არ გეგონათ რომ წერა კითხვა დამავიწყდა, უბრალოდ ახლა ამას ვაკეთებ ტელეფონით, როცა ეს შეცდომები მომდის და ტელეფონით კიდევ წერა არ არის მაინც და მაინც ძალიან მოსახერხებელი, მაგრამ გაჩვენებთ ზოგადად ტელეფონის ეკრანზე როგორ ვმუშაობთ. ხმოვანი პროგრამა, აი მაგალითად iPhone-ის შემთხვევაში, ანუ ცვლის მას თუ, ანუ პროგრამა როა ჩართული ხმოვანი, ერთი თითის დადებით მოქმედება არ სრულდება. აი ესე უბრალოდ მიუყვებით, ანუ თითო თითის გადასმა ნიშნავს უბრალოდ ჩემს, მოსმენას რა. ორჯერ უკვე ვხსნით, თქვათ კომენტარს. ეს უკვე დამილაიქებია. აი ესე ორი თითი რო აუსვეზევით, ეს თავიდან დავბრუნდი, ანუ ნოტიფიკაციებს ხელთავიდან ვნახულობ. ისევ ორჯერ დავაჭირე, გავხსენი კომენტარი. ეხლა ჩამოვუსვამ თითს, ვნახავ სხვადასხვა რეაქციებს და დავსვამ, რომელიც მე მჭირდება. ეხლა უნდა გავცე პასუხი. ადრე, ეხლა თითი უნდა დავადო პანელს და აი გავუსვა და როცა ავუშვებ, ის 100 დაიწერება. მაგალითად S. მაგალითად მძიმის დასაწერად იმდენი რამეა საჭირო, რომ არ მაქვს თავი. აი G დავწერე შემთხვევით. აი ესე ვწერ, ადრე სხვანაირად ვწერდი, ანუ რა შვებოდი, იცით, აი თითოს ესეთ ჩამოვუყვებოდი და მერე ვაჭერდი ორჯერ. მერე ესე და ესე ვწერდი, რაც უფრო რთული, ანუ თითო ჯერ ავუსვამდი ესე თითს და ესე ვეძებდი. კიდევ კარგი ეს მასწავლეს.
მოკლედ ერთ სიტყვით ესეა.